დღემშვიდობისა BMG-ის პირდაპირ ეთერში ახლა ქალების ნარატივის დროა. მე ჟურნალისტი ლიკა მიგუთნიშვილი ვარ და მომდევნო არასრული 1 საათის განმავლობაში საინტერესო სტუმრებთან ერთად საქმიან ამბებს გაგიზიარებთ. რა თემები გაერთიანდება ჩვენს დღევანდელ ეთერში, ვნახოთ მოკლე ანონსი ამის შესახებ და პირდაპირ ეთერში სულ რამდენიმე წუთში უკვე სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით. საქმიან კვირას და ორშაბათი დღის დასაწყის ქალების ნარატივით ვაგრძელებთ და BMG-ის გამორჩეულ ტელეპროექტში 3 ნოემბერს 11 საათსა და 30 წუთზე მასპინძლობთ ირინა გაგოშიძეს და ინგა შახბაზიანს. HR Space ეს არის თანამედროვე შედეგებზე ორიენტირებული HR საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მომხმარებლებს თავაზობს რეკრუტინგს, აუთსორსინგს და სტრატეგიულ HR კონსალტინგს. ასევე ქმნის სრულფასოვან HR ეკოსისტემას, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს სწორად მართონ ადამიანური რესურსები, გაზარდონ ეფექტიანობა და ჩამოაყალიბონ ჯანსაღი სამუშაო გარემო. კომპანიის ძირითად მიმართულებებზე დასაქმების ბაზარზე, ბიზნესის გაჯანსაღებასა და სამომავლო გეგმებზე ქალების ნარატივში HR Space-ის დამფუძნებელი და დირექტორი ირინა გაგოშიძე ისაუბრებს. დასაქმების საიტი HRG მესამე კვარტლის მონაცემებს აჯამებს. როგორი იყო შრომის ბაზრის ტენდენციები, რა მოლოდინებია მეოთხე კვარტალში, რა პოზიციებზე ცხადდება ბოლო პერიოდში ვაკანსიები და ზოგადად, რა სიახლეებით არის დღეს წარმოდგენილი HRG. დეტალებზე ქალების ნარატივის პირდაპირ ეთერში კომპანიის რეგიონალური მენეჯერი ინგა შახბაზიანი ისაუბრებს. სიახლეებით ქალი მეწარმეების შესახებ და მათი საქმიანი ისტორიებით ყოველ სამუშაო დღეს ზუსტად 11 საათსა და 30 წუთზე BMG-ის პირდაპირ ეთერში ტელეგადაცემა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ. ქალების ნარატივი. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და გადაცემის ამ ნაწილში HR Space ვუთმობთ ჩვენ საქმიან ეთერს. ეს არის ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2019 წელს დაფუძნდა და დღეს საქართველოში ერთ-ერთ აქტიურ მოთამაშედ ითვლება HR სერვისების სფეროში. კომპანია აერთიანებს ადამიანური რესურსების მართვის ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორც არის რეკრუტინგი, აუთსორსინგი, ასევე სტრატეგიული HR კონსალტინგი და არა მხოლოდ. მრავალმხრივი მიდგომა კი, როგორც კომპანიაში განმარტავენ ორგანიზაციებს აძლევთ შესაძლებლობას მიიღონ სრული მხარდაჭერა როგორც ყოველდღიურ HR პროცესებში, ისე გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნების დაგეგმვასა და განხორციელებაში. აღნიშნავენ იმასაც, რომ კომპანიის მთავარი ამოცანაა ხელი შეუწყოს დასაქმების ბაზრის განვითარებას და ბიზნესის ეფექტიანობას ადამიანებზე ორიენტირებული პრაქტიკების დანერგვის გზით. უფრო ვრცლად HR Space-ის მიზნებსა და მისიაზე მისი დამფუძნებელი და დირექტორი ირინა გაგოშიძე მოგვიყვება, რომელიც გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში. ირინა, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, სტუმრობისთვის და იმის შესაძლებლობისთვის, რომ HR Space-ი უკეთ გავაცნოთ ჩვენ საქმიან მაყურებელს ჩვენი ეთერის საშუალებით. სანამ დღევანდელ პორტფელს მიმოვიხილავდეთ, მინდა რომ 2019 წლიდან დავიწყოთ ამბის თხრობა, როცა დაფუძნდა HR Space-ი და აი ამ პერიოდის განმავლობაში პირველ რიგში რა უძღოდა წინ? რა გიბიძგათ კომპანიის დაფუძნებისკენ მაშინ და შემდეგ უკვე როგორი იყო განვითარების დინამიკა დღევანდელობამდე, რა დაიტია აი ამ 6 წელმა? ძალიან საინტერესო კითხვა, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე ამაზე რო ვყვები, ყოველ ახალ ეტაპზე სხვანაირად ვუყურებ იმ პერიოდს და სხვანაირად მესახება. იცი რა, ალბათ მოკლედ რო გითხრა, იყო რთული პერიოდი ჩემ ცხოვრებაში, გარდამტეხი პერიოდი და ძიების პერიოდი, იმიტომ რომ მე თავად ვიყავი რაღაცნაირად ჩაკარგული და ვეძებდი აი ამ პროფესიულ განვითარებას, რაღაცები ვიცოდი, რაღაცები მეგონა რომ არ ვიცოდი და ალბათ პირველ რიგში მიბიძგეს ადამიანებმა, ვინც გარშემო მყავდა, რომ მითხეს, რომ ირინა, შენ ეს სფერო იცი და მოდი ახლა წადე, გააკეთე და აი ეგ იყო ერთ-ერთი ალბათ, თუმცა სიმართლე გითხრა, მაშინ ესე მასშტაბით, ამხელა მასშტაბით არ უყურებდი, რომ ყველაფერი წავიდონ და იმიტომ რომ მხოლოდ ტალანტების შერჩევაზე ვიყავი კონცენტრირებული, მოდი აი ამით დავიწყებ და პრინციპში მე ნელ-ნელა საქმეს წავიდა. თუმცა აი პანდემიის პერიოდმა მიუხედავად იმისა, რომ რთული იყო, ვიტყოდი რაღაცებში დაგვეხმარა კიდეც, იმიტომ რომ იმ პერიოდში კამპანიები გავაკეთეთ და ამანაც თავისი საზოგადოებაში რა უფრო სეგმენტში, რომელიც ჩვენ მაშინ გვჭირდებოდა დასასაქმებელი ხალხი, მით უმეტეს კი იცი, რამდენი ადამიანი მაშინ გაუშვეს სამწუხაროდ სამსახურიდან და კამპანიების ხელშეწყობის გავაკეთეთ და ამან ერთგვარი როლი ითამაშა თვითონ სახელის გავარდნაში, უხეშად ვიტყოდი და
მე ნელ-ნელა პრინციპში უკვე ავაგორეთ და ამ 6 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი გარდამტეხი პერიოდი იყო, ჩავარდნებიც იყო, აღმშენებლობაც იყო და ალბათ უფრო კონცენტრირებულები ყოველთვის ვიყავით იმაზე, რომ ვისწავლოთ, დავინახოთ საჭიროებები, აი ამ საჭიროებების მიხედვით რაღაცები შევცვალოთ, დავხვეწოთ და მაქსიმალურად ავყვეთ ბაზარს, რა ჭირდება და არა მარტო ზოგადად ადგილობრივს, ხო, საერთაშორისო ბაზარზე რა ხდება რა და იმ ტენდენციებს ნელ-ნელა მივხვდით. დღეს უკვე როგორ კომპანიად პოზიციონირებს HR Space, იმიტომ რომ აღარ არის მხოლოდ თქვენს პორტფელში დიდი ხანია მხოლოდ HR სერვისის მიწოდება, ხო, გაცდა კიდეც რაღაცა ერთ პროფილურობას და კი, ნახე, ალბათ აქ უფრო ვასაუბრებდი ჩვენს პარტნიორებს, თუმცა მათი გაზიარებიდან და მათი, ასე ვთქვათ, უკავშირიდან რაც შემიძლია ხმამაღლა და მართლა დასტური თქვა, ეს არის რომ სანდოები ვართ. სანდო პარტნიორი ჩემთვის პირადად ირინასთვის აისახება და გულისხმობს იმას, რომ ამდენი წლის განმავლობაში რო გყავს ერთი და იგივე კლიენტი პორტფელში და ის მადლობას გიხდის და ყოველ ჯერზე გიბრუნდება და პლუს კიდე რეკომენდაციას გიწევს, ხო, ეს ძალიან ბევრის მთქმელი და მანიშნებელია და ალბათ სანდოობა და ნუ თავისთავად ის მასშტაბები, საითაც ნელ-ნელა წავედით რა რა სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფთ და რამდენად არის აქაც თქვენი გუნდი სრულად და ერთმნიშვნელოვნად ჩართული ყველა იმ პროცესში, რასაც თუნდაც აუთსორსის მეშვეობით ახორციელებთ? ხო, ნახე, კარგად აღნიშნეთ თავიდან თქვენს რაღაც, რომ მრავალ პროფილურ სერვისებს აწოდებსო. თავიდანვე ალბათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ, იყო ეს, რომ როდესაც კომპანია მოდის შენამდე, ხო, შეიძლება ის არ უნდოდეს, რასაც თავაზობ რა და როგორ მოვიქცეთ, რომ მაქსიმალურად მოვერგეთ, იმიტომ რომ ხშირად კი რაღაცა ისეთი საჭიროება შეიძლება აღმოაჩნდეს, რასაც ვერ უფარავდეთ და ზუსტად ამიტომ ჩავშალეთ მიმართულებებად. ნუ რამოდენიმე მსხვილ მიმართულებად შეიძლება დავყოთ, ეს არის ტალანტების შერჩევა უშუალოდ. ეს არის HR outsource ეგრეთ წოდებული, როდესაც ჩვენ მივავლენთ ან ვაქირავებთ ბჭყალებში, ვთქვათ, ჩვენივე პროფესიონალებს, HR-ებს, ადამიანებს, უკვე სხვა ორგანიზაციებს და ამის მიზანი არის აუცილებლად უნდა ვთქვა ის, რომ ერთის მხრივ ჩვენ ამ ადამიანებს ვზრდით, ვასწავლით, რას ნიშნავს იყო HR-ი, როგორ მართო პროცესები, რაში იყო ჩართული, როგორ გააკეთო პრიორიტეტიზაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესიდან როგორ გადმოიხედო. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, მართავთ, იმიტომ რომ შედეგებია ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ეს გრძელვადიანი ურთიერთობა ორგანიზაციასთან. და მესამე უკვე მსხვილი პროექტები, რასაც დავარქვევდი, ეს არის საკონსულტაციო ნაწილი, იმიტომ რომ არსებობენ ორგანიზაციები, რომლებსაც ყავთ ძალიან კარგი HR-ებიც, ფანტასტიკურად აწყობილი ბიზნესი, თუმცა რაღაცა ეტაპზე დგება მომენტი, როდესაც შენ გჭირდება გარედან ხედვა, გჭირდება რაღაცა სიახლე, მით უმეტეს ყოველ დღე სამყარო ვითარდება და აგერ ტექნოლოგიები ისე მირბის წინ, რომ ვერც ვეწევით, ხო, აქედან გამომდინარე, ეს არის უკვე ის მსხვილი პროექტები, სადაც ან აუდიტით შევდივართ, ან პირობითად რაიმე დანერგვის აქ გულისხმობს შეიძლება იყოს შეფასების სისტემები, კომპენსაციები და ბენეფიტები, მათ შორის რაღაცა თანამედროვე იგივე სიახლეები, რომელიც უკავშირდება შეიძლება ციფრულ მართვას, ბევრი კომპონენტი აქ უკვე რა ეტაპზე დგას კომპანია, რა ეტაპზე სჭირდება, სად სჭირდება დახმარება, რისი გადახედვა, ასე შემდეგ. აი აქ რამდენი კომპანია ერთიანდება უკვე დღეს თქვენს პორტფელში და რამდენად დივერსიფიცირებულია ინდუსტრიები? იცი რა, ბევრი საკმაოდ, ვიღაცა რა თქმა უნდა გრძელვადიანად ყავს და მუდმივად ყავს და რაღაცა ესეთი ექსკლუზიურ პარტნიორობასაც კი დავარქმევდი, 100-ზე მეტი ნამდვილად, თუ არა 150-ზე მეტი. და ვიღაცა რა თქმა უნდა ერთჯერადად მოდის რაღაც კონკრეტული საჭიროებით. სფერო ფაქტიურად ყველასთან თანამშრომლობთ. უბრალოდ ვიტყოდი, რომ აი ამ წლების განმავლობაში ექსპერტიზა, რასაც ქვია, დავაგროვეთ, ეს არის საფინანსო სექტორი, ეს არის წარმოება, ესეც რაღაცნაირად ერთმანეთს მოყვადა, აი წეგავ საუბრობდით, რომ რეკომენდაციებით წამოვიდა, ესეც ბუნებრივია, ხო, ესეც ხდება ალბათ და ეს არის აი ტექნიკური საინჟინრო მიმართულებები, რაც ზოგადად გვიჭირს ძალიან საქართველოში დასაქმების ბაზარზე, განსაკუთრებით ახალ თაობაში, აი სპეციფიური მიმართულება. კი, სპეციალისტების პოვნა. ირინა, გამომდინარე იქიდან, რომ აი ამ 6 წლის განმავლობაში ცოდნა გამოცდილება და გიგროვდათ რაღაც ერთ პულსზე გიჭირავთ ხელი, რა ხდება შრომის ბაზარზე.
ტრანსფორმაცია თქვენი თვალით ძალიან საინტერესო არის. როგორ შეიცვალა 2019-დან დღემდე და რა საჭიროებები გახდა უფრო პრიორიტეტი კომპანიისთვის მაგალითად და რა შეიძლება დარჩა წარსულში მაგალითად? კარგი კითხვაა ძალიან. ხო, ორად დავყოფთი რა. ალბათ ერთი შევხედავდი ეს რადგან HR სფეროს წარმოვადგენ ხა და კოლეგებსაც მათ შორის, ხო? ერთი ვიტყოდი, რომ იყო პერიოდი, როდესაც, ზოგადად ეს დარგი, ეს სფერო ნელ-ნელა შემოვიდა, ხო, საქართველოში. ვიცოდით მეტნაკლებად, მაგრამ ესე საჭიროება, რას მოიცავს ეს დარგი, რას აკეთებს, რა ჯანდაბას აკეთებს, სულ ეს კითხვა ჩდება ხოლმე ეს HR-ი, გარდა იმისა, რომ ხელშეკრულებებს წერსო რა. მოკლედ, ნახეთ, ერთი ალბათ აი ეს პერიოდი 2019 წლის მერე ნამდვილად იყო გარდამტეხი, იმიტომ რომ ბევრმა ბიზნესმა ამ როლის საჭიროება დაინახა, იმიტომ რომ აი ეს პანდემიის პერიოდმა თავისი პლუს გაციფრულების პერიოდმა თავისი გააკეთა და იქ ტალანტების მართვა გახდა საჭირო და აღმოაჩინეს, რომ მარტო დოკუმენტი არ ყოფილა HR-ი და ნელ-ნელა ბიზნესმა გაიაზრა, რომ თურმე მე ეს მჭირდება. და ეხა უფრო ვიტყოდი ბოლო 2 წელია განსაკუთრებით, იმიტომ რომ ჩვენც რადგან ვაკვირდებით ტენდენცია, თუნდაც მომართვიანობის ნაწილში ადრე თუ გვეუბნებოდნენ, რომ ცა ეხა მე არ მჭირდება HR, დღეს უკვე თვითონ მოდიან და გვეკითხებიან, რომ აი როგორ მოვიქცე, იმიტომ რომ აი ეს და ეს საჭიროება მაქვს, გამოწვევა მაქვს და ავიყვანო თუ პირობითად თქვენ გამიკეთეთ. მეორეს მხრივ თავისთავად დასაქმების ბაზარიც შეიცვალა. აქ უფრო მე ვიტყოდი, რომ არა მხოლოდ პანდემიის პერიოდმა ამაზე ბევრს საუბრობს ბევრი ადამიანი რა, მაგრამ არა მხოლოდ პანდემიამ, არამედ თაობათა ცვლილებაც ხდება, ტექნოლოგიური ცვლილებაც ხდება და ერთგვარი, ასე ვთქვათ, ადამიანების და დასასაქმებელი ადამიანების მხრიდან თუ შევხედავთ, მათი მიდგომები, მათი ხედვები, დამოკიდებულებები ორგანიზაციასთან, სამსახურთან, პირობებთან და ასე შემდეგ, ხო? ესეც ძალიან შეიცვალა და ეს ორი კომპონენტი ერთად, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ბიზნეს ერთის მხრივ საჭიროება აქვს და მიხვდა, რომ ვთქვათ, თურმე HR-ი საჭიროა და მეორეს მხრივ აქედაც ხედვები შეიცვალა. კიდევ უფრო გააძლიერა ბიზნესში ის განცდა, რომ ხო, თურმე მეც რაღაც უნდა შევცვალო, მეც რაღაცაზე უნდა ვიმუშაო, იმიტომ რომ არ კმარა პირობითად დღეს თურმე მარტო კარგი ხელფასის შეთავაზება, მაინც შეიძლება წავიდეს ადამიანი, ან პირობითად მაშინ რაღაცა ეხა ისე წავიდა ჩვენი საუბარი, რომ ძალიან საინტერესო იქნება რჩევების მოსმენა. დღეს თანამედროვე დამსაქმებელმა რა უნდა გაითვალისწინოს კომპანიამ და აი ეს სად არის ძველმოდური მიდგომები, რაც აღარ მუშაობს, სად გვხვდება და რა ფორმით ვლინდება და რაზე არის აქცენტი გასაკეთებელი? იცი რა არის, აი ეგ ძალიან რთული ამბავია და გეტყვი რატო რა უნდა ისეთი ხო, ხელფასი შეიძლება აღარ იყოს, ვთქვათ, თავარი განაპირობებელი ფაქტორი. ესე შევაჯამებდი, იმიტომ რომ ნახე, გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი ახალგაზრდობა და დღევანდელი ტალანტი, ხო, ვინც ორგანიზაციას ჭირდება, ხო, როგორც თქვი, მათი შეხედულებები სახეცვლილია და მარტო ხელფასი ნამდვილად აღარაფრის თქმელი არ არის, ალბათ კომპლექსური უნდა იყოს რა. აქ გულისხმობ იმას, რომ კომპლექსური თვალსაზრისით გულისხმობ იმას, რომ რა თქმა უნდა, სათანადო ანაზღაურებაც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, პირობითად გარემოს არანაკლებ დიდი პატარა მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ სად ვზივარ, საიდან ვმუშაობ, როგორ ვმუშაობ, ხო, დღეს იგივე ეს დისტანციური სამუშაო პირობები არანაკლებ მნიშვნელოვანია, ხო, ბევრ სფეროს მაგალითად და ბევრ პროფესიას აქვს უკვე იმის ფუფუნება, რომ სულ არ არის საჭირო მაგალითად დიზაინერი, ხო, რომ იჯდეს ოფისში პირობითად. ხო, იგივე ბენეფიტები აღარავის აღარ უყვერს დაზღვევა მაგალითად ჯანმრთელობის და ესეთი რაღაცები. თუმცა მე მაინც ალბათ ყველაზე დიდ ყურადღებას გავამახვილებდი დამოკიდებულებებზე რა. იმიტომ რომ ნახე, დღეს და ზოგადად ალბათ ესე იყო ყოველთვის, როდესაც დაფასებულად გრძნობ თავს, მაშინ ხარ ყველაზე ლაღი გახსნილი და პროდუქტიული, ხო, мотиваციის თვალსაზრისითაც გრძნობ თავს რაღაცა ჯანსაღად, მაგრამ დამოკიდებულება დამსაქმებლის მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს იწყება ალბათ პირველი შეხვედრით, აი პირველ აი ამ კონტაქტზე, როცა შენთან მოდის ადამიანი თუნდაც გასაუბრებაზე. რაც ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთულად სამართავი პროცესია, მით უმეტეს დიდ ორგანიზაციებში, ხო, ახლა სადაც 100 და 200 თანამშრომელი ყავთ, ძალიან რთულია, რომ აი ეს პროცესი შენ მართო და რაღაცა დამოკიდებულება დაბალანსებული გქონდეს და აი ეს იერარქიული რაღაცა ესეთი განცდა არ იყოს ძალიან მძაფრი.
მე ალბათ ზოგადად ძალიან აქტიურად მუშაობ კომუნიკაციებზე, კომუნიკაციის მიმართულებაზე და ერთ-ერთი ჩემთვის ძალიან საყვარელი სფერო და სამომავლო პროფესიაც არის და აი ამ დამოკიდებულებას, აი ამ უკავშირს, რასაც ვეძახით, ხო, ფიდბექი ბჭყალებში ახალგაზრდა თაობისთვის რომ მეტად ნათელი იყოს, ხო? კი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რა გარემოში ვამუშავებ, ერთია პირობითად რა ხელფას უხდი, მაგრამ ის ადამიანი თუ ვერ გრძნობს სათანადო დამოკიდებულებას დღეს, ხო, ჩვენ რა პირობაც არ უნდა შევთავაზოთ, მას ვერ დავიჭერთ. იაზრებენ დღეს კომპანიები ამ რეალობას და რამდენად შეიძლება გახდეს თუნდაც თანამშრომლის სამსახურიდან წასვლის მიზეზიც, მათ შორის ეს დამოკიდებულებების ნაწილი. კი. იაზრებენ თუ არა გამიჭირდება ამის თქვა, იმიტომ რომ უფრო უწევთ გააზრება ვიდრე ბევრი იაზრებს, ახლა ყველას ერთგვარში ვერ მოვხარშავთ, რა თქმა უნდა, თუმცა მეტად უწევთ, იმიტომ რომ აი იმას როცა ეჯახები, რომ უიწავი და ადრე თუ იყო, ნახე ეს რომ გიწავა ახლა არ არის პრობლემა შევინარჩუნებ, დღეს ეს აღარ ხდება, ხვდები, ანუ იმიტომ რომ დღეს იმდენად სწრაფად შეუძლია ადამიანს ადრე თუ ერიდებოდა, ხა ჩემ თაობაში მაგალითად მაინც უფრო მეტი სტაბილურობა იყო, რომ შეიძლება მომრიდებოდა რაღაცა უფროსისთვის, მე თქვა, ხვდები, რაღაცა ეს თავშეკავებულობის და სტაბილურობის მეტი სურვილი და მათ შორის შიში ქონდა რაღაცის დაკარგვის, ხო? და ეხლა ეს აღარ არის რა. ეხლა ზუსტად გააზრებული აქვს ახალ თაობას, რომ აქ თუ არა სხვაგან წავა, იქ თუ არა იმას დატესტავს, ახლა ერთის მხრივ ესეც არ არის კარგი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს მათ უშლით პროფესიულ განვითარებაში, ამაზე ბევრი შემიძლია ვილაპარაკო, მაგრამ ეხლა თემას რო არ გადავხა. თუმცა მეორეს მხრივ დამსაქმებელსაც თავისთავად ხელს უშლის, ხო? ამიტომ ადრე თუ ერთი წელი მაინც გაგიჩერდებოდა ადამიანი, დღეს შეიძლება ორ თვეში წავიდეს, ახალი მერე კიდევ ორ თვეში წავიდეს და სანამ რაღაცას არ შეცვლი, ხო, აი ამაზეა დასაფიქრებელი, რატომ მიდიან ეს. რა უნდა შეცვალოს ასეთ დროს? იცი რა, ეხლა ეს ალბათ ძალიან შიდა საკითხია, იმიტომ რომ ბოდიში იმიტომ რომ ერთის მხრივ ეს შეიძლება არ იყოს მარტო დამოკიდებულება, ხო? რაღაც კომპლექსურით შეიძლება იყოს ისევ და ისევ როგორც შრომითი პირობები, მე ახლა ძალიან ხშირად არის, როდესაც პირდებიან რომ ჩვენ გასწავლით, შენ რომ მოხვალ, ჩვენ და როზ დაგითმობთ და მე ესე არ ხდება, ხო? ანუ მოლოდინების ერთგვარი აცდენაც არის რა და აქედან გამომდინარე პირველ რიგში წინა კითხვას დაუბრუნდები, ხა რაღაცნაირად გააზრებას ჰქონდა, ხო, რომ პირველ რიგში ალბათ თვითონ ორგანიზაციამ და იმ სტრუქტურულმა ერთეულმა, რომელსაც აყავს თანამშრომელი, ძალიან კარგად უნდა გქონდეს გააზრებული იმ თანამშრომლის თუ გუნდის საჭიროება. ნახე, რა უნდა რომ მათგან მიიღოს. ხო, როგორ უნდა რომ ეს მათგან მიიღოს, რა სახით უნდა რომ მათგან მიიღოს და აი ამ ყველაფრის სანაცვლოდ რაზე არის მზად რომ გასცეს. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში სისტემა ინგრევად, ახლა ეგ ვიცით ყველგან, რომ ბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სისტემა მუშაობდეს, ხო, მაგრამ როდესაც ეს რაღაც გაქანებულ რელსებზე დგება ბიზნესი და ვეღარ ეწევა, იმიტომ რომ უკან აღარ იყურება და აღარ ფიქრობს იმ საჭიროებებზე, რომ შეიძლება კი სადღაც მე უკვე დასაწევი ვიყო, სადღაც რაღაცა მე მქონდეს შესაძლებელი, ხო? აი, მანდ უკვე იწყება ეს, მოკლედ, ამერიკული ისიდი, რა ქვია. კი ბატონო, დრო ძალიან ცოტა გვაქვს და მინდა რაღაცა ერთ წუთში ამ თემასაც აუცილებლად გამოვეხმაუროთ. ციფრულ საუკუნეში ვარ, ტექნოლოგიების ერაში და აი ხშირად ისმის ხელოვნური ინტელექტი, როგორ მათ შორის ჩაანაცვლებს სხვადასხვა პროფესიებს, HR-ის მომხდარა არაერთხელ ამ რეიტინგში. რა არის დღეს რეალურად ხელოვნური ინტელექტი ამ სფეროში, როგორც ჩამნაცვლებელი თუ როგორც დამხმარე ხელსაწყო? იცი რა, მე ვიტყოდი რომ დამხმარე და რეალურად სრულად ვერ ჩაანაცვლებ, შეიძლება რაღაცა დოზით, აი პრეპროცესით თუნდაც შერჩევის ნაწილში ჩაანაცვლოს, გაამარტივოს, უფრო სწორედ ნახე, გაამარტივოს და რაღაც ამ დოზით რეკრუტერები, შერჩევის სპეციალისტები აღარ იყვნენ ჩართულები და ეს კარგია ერთის მხრივ, თუმცა აქამდე მე ვფიქრობ ბევრი სამუშაო აქვს ხელოვნურ ინტელექტს, თუმცა სრულად ვერ ჩაანაცვლებს, ეს ჩემი პირადი აზრია, იმიტომ რომ ეს იმდენად სენსიტიური, ასე ვთქვათ, როლია, რომ მაინც მას ჭირდება ის ადამიანური და ფსიქოლოგის ნიუანსებსაც ითავსებს, ხო, ეს აუცილებლად. ამიტომ ეს როლი დარჩება, თუმცა როგორც ალბათ ბევრ დარგში გადარჩებიან ის სპეციალისტები, ვინც რეალურად
სწავლობენ, ვითარდებიან, ყოველდღიურად რაღაცებს, სიახლეებს ეწევიან და ხო, გამორჩეული ტიპები დარჩებიან, ალბათ ვფიქრობ რა, იმიტომ რომ ესეც ერთ-ერთი გვინდა თუ არ გვინდა, ერთმანეთთან ახლა ბრძოლაშია ეს ამბავი. და ვინც იცის AI-ის გამოყენებაც მათ შორის და მეგობრობს ამ ინოვაციას და რაღა ინოვაცია უკვე რაღაცა შეგვისისხლ ხორცს და ყოველდღიურ პროცესებში. მადლობა ირინა, ძალიან საინტერესო აქცენტებისთვის, ანალიზისთვის და იმედი მაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა კიდევ გეგმების სიახლეები, რაც აქვს კომპანიას გაწერილი, შემდეგ ეთერებში უკვე გავაცნოთ დეტალურად ჩვენს საქმე მაყურებელს. მადლობა. ირინა გაგოშიძე HR Space-ის დამფუძნებელი და დირექტორი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. დღეს როცა ტექნოლოგიები რეკორდული სისწრაფით ვითარდება და ვაჭრობა სულ უფრო მეტად გადადის ციფრულ სივრცეში, ელექტრონული კომერციის ბაზარი ახალი რეკორდების დაფიქსირებას აგრძელებს. 2025 წლისთვის მისი მოცულობა 6 ტრილიონ 800 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც გლობალური საცალო გაყიდვების მეხუთეზე მეტია. როგორ იცვლება ონლაინ ვაჭრობის ტენდენციები, ვინ ლიდერობს მსოფლიო ბაზარზე, ამაზე ვიდეო ისტორიას გთავაზობთ. რეკლამის შემდეგ კი კვლავ შრომის ბაზარზე ვაგრძელებთ საუბარს რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით. დღევანდელ რეალობაში, როცა ტექნოლოგიები სულ უფრო აქტიურად ვითარდება, სავაჭრო პროცესები კი ციფრულ სივრცეში ინაცვლებს, ელექტრონული კომერციის ბაზარით წლიდან წლამდე იზრდება. ამჟამინდელი პროგნოზების მიხედვით 2025 წლისთვის ის 6,86 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, რაც წინა წელთან შედარებით 8,3%-იანი ზრდაა. ეს რიცხვი კი მთლიანი საცალო გაყიდვების 21%-ში შეადგენს. ამ ტენდენციის მიხედვით 2027 წლისთვის ელექტრონული კომერციის გაყიდვები მთელს მსოფლიოში 8 ტრილიონი დოლარი იქნება. უკანასკნელი კვლევების მიხედვით გლობალური მომხმარებლების დაახლოებით 75% თვეში ერთხელ მაინც რაღაც ნივთს ონლაინ ყიდულობს, რაც აშკარად ცხადყოფს იმას, თუ რამდენად პოპულარული ხდება ელექტრონული კომერცია. მოთხოვნის პარალელურად, რა თქმა უნდა, ონლაინ ვაჭრობის პლატფორმების რაოდენობაც იზრდება და ამჟამად მსოფლიოში 28 მილიონი e-commerce საიტი არსებობს. მათი ნახევარი კი ამერიკის შეერთებულ შტატებშია განთავსებული, სადაც ყველაზე პოპულარულ პლატფორმად წლებია, რაც Amazon ირჩება, რომელიც თვეურად მომხმარებლების 2,7 მილიარდ ვიზიტს აფიქსირებს და კომპანიის წლიურმა შემოსავალმა 2024 წელს 638 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან მიმართებით 11%-იანი ზრდა იყო. ბოლო წლებმა განსაკუთრებულად გააქტიურა ჩინური ონლაინ პლატფორმებიც, მათ შორის გამორჩეულად Temu, რომელმაც ვიზიტების რაოდენობით ცივი მასშტაბური და მრავალწლიანი ისტორიის მქონე კომპანიები ჩამოიტავა, როგორც მაგალითად AliExpress და eBay-ა. Temu თვეურად მომხმარებლების 1,6 მილიონ ვიზიტს აფიქსირებს და მიუხედავად მისი პოპულარობის ზრდისა, შემოსავლების ნაწილში Amazon-თან შედარებით მასშტაბური სხვაობაა. გასულ წელს Temu 70 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც 2023 წელთან შედარებით 18 მილიარდი დოლარით გაზრდილი მაჩვენებელი იყო. მომხმარებლებში პოპულარულ ელექტრონული კომერციის პლატფორმების შორის მესამე ადგილს კვლავ ჩინური წლების განმავლობაში საკმაოდ პოპულარული AliExpress იკავებს თვეურად 646 მილიონი ვიზიტით. კომპანია მის შემოსავლებს არ აქვეყნებს, თუმცა გარკვეული წყაროები იტყობინებიან, რომ 2024 წელს 6 მილიარდ დოლარს მიაღწია. მეოთხე პოზიციაზე კვლავ ამერიკულ პლატფორმას eBay-ს ხვდებით, რომელიც ყოველთვიურად 634 მილიონ ვიზიტს აფიქსირებს და მიუხედავად იმისა, რომ წინამორბედ AliExpress-თან შედარებით მისი პოპულარობა შედარებით ნაკლებია, შემოსავლების ნაწილში eBay-ს უპირატესობა აქვს. 2024 წელს კომპანიამ 10 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. მობილური კომერცია, სოციალური მედია და მომხმარებლების ქცევის ტენდენციები ყველაფერი ეს ციფრული ვაჭრობის ბაზრის მასშტაბურ ზრდას განაპირობებს, რაც თითქმის ყველა ბიზნეს სექტორისთვის ნიშანია იმისა, რომ ამ მექანიზმზე უნდა გადაეწყონ, რადგან გარდა იმ შესაძლებლობებისა, რასაც ონლაინ შოპინგი იძლევა, იქნება ეს საერთაშორისო ბაზრებზე წვდომა და მომხმარებლების რაოდენობის ზრდა ტენდენციებზე ჩამოჩენის შემთხვევაში ბიზნესი ფაქტობრივად კონკურენტუნარიანობას კარგავს, რადგან წლიდან წლამდე ელექტრონულ კომერციაში სულ უფრო მეტი პლატფორმა ჩნდება, მომხმარებლების რაოდენობა კი უფრო და უფრო იზრდება. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. ბიზნესმა კადრების მოძიების პროცესი გააქტიურა. FMCG-ის მონაცემებით სექტემბერში JobsG-ზე 1727 ვაკანსია გამოქვეყნდა. ვაკანსიების რაოდენობა 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით 20%-ით, გასული წლის სექტემბერთან შედარებით კი თითქმის 5%-ით გაიზარდა. წლიურ ჭრილში ყველაზე დიდი ზრდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორია მაჩვენეს, სადაც ზრდა 50%-ია. ყველაზე დიდი კლება ლოგისტიკისა და დისტრიბუციის კატეგორიებშია, თითქმის 4%-იანი მაჩვენებლით. რა ტენდენციები გამოიკვეთა გასულ 3 კვარტალში შრომის ბაზარზე და რა მოლოდინები აქვს სექტორს წლის ბოლო კვარტალში, დეტალებზე საუბარს HRG-ის რეგიონალურ მენეჯერთან ერთად განვაგრძობთ. ინგა შახბაზიანი გვერდდება საქმიანი ამბებით პირდაპირ ეთერში. ინგა, გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, სტუმრობისთვის და ყოველთვის
მზადყოფნაში ყოფნისთვის, რომ გაგვიზიაროთ ბოლო ტენდენციები, რაც ხდება შრომის ბაზარზე. ინგა, პირველ რიგში არსებულ შედეგებზე რომ კონცენტრირდეთ, გაიზარდა ცალსახად ვაკანსიების რაოდენობა, HRG-ის შემთხვევაშიც, ასე ვთქვათ, რა მაჩვენებლით ზრდასთან გვაქვს საქმე და ზოგადად რას უკავშირებთ თქვენ აი ამგვარ გააქტიურებას ბიზნესის მხრიდან? პირველ რიგში კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ანუ ზრდას რაც შეეხება, ხა თქვენ ახსენეთ, რომ აგვისტოსთან შედარებით სექტემბერში მატება იყო ვაკანსიების წრეში, რა თქმა უნდა, HRG-ის საიტზე ზუსტად იგივე ტემპი იყო, დაახლოებით 20%-ამდე ზრდა ჰქონდა აგვისტოსთან შედარებით სექტემბრის თვეში. თუმცა ეს ყოველწლიურად მსგავსი სიტუაცია არის, იმიტომ რომ ზოგადად სექტემბრის თვე არის დასტარტო, ასე ვთქვათ, წლის, ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ ზაფხულის პასიური პერიოდის შემდეგ სექტემბრის დაახლოებით 10 თვეში იწყება ხოლმე ვაკანსიების ზრდა. თუმცა თვითონ მესამე კვარტლის ჭრილში რომ ვიფშალოთ HRG-ის მაჩვენებლებით ზრდა არ ჰქონდა. წინა წელთან შედარებით 9%-იანი კლება იყო მესამე კვარტალში, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი. ამ სამ თვეს შევაჯამებდი. რაც პირობებული იყო ერთ-ერთი იყო აგვისტოსთვის ძალიან დიდი პასიურობა, იმიტომ რომ ზოგადად აგვისტოს თვეში პასიურობა არის ხოლმე, მაგრამ წლევანდელი აგვისტო იყო ბევრად უფრო, ასე ვთქვათ, გამორჩეულად პასიური, ვიდრე წინა წლებში. დაახლოებით 4200 განცხადება დაიდო ამ წლის აგვისტოში, წინა წლის აგვისტოში დაიდო 4800. შესაბამისად, ამან განაპირობა ის, რომ აგვისტოს, ასე ვთქვათ, დიდმა კლებამ მოგვცა მთლიანი კვარტლის, ასე ვთქვათ, შეჯამების ჭრილში 9%-იანი კლება. რაც შეეხება ახლა ოქტომბრის თვე, რადგან მეოთხე კვარტალი ახლა დაიწყო და პრინციპში პირველი თვე ჩავხურეთ კიდევაც, თვითონ ოქტომბრის თვეში წინა წელთან შედარებით ჰქონდა 8%-იანი კლება. ზრდა, როგორც ესეთი, ზოგ კატეგორიაში, რა თქმა უნდა, აღინიშნებოდა, თქვათ, ეს შეიძლება იყოს ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, გაყიდვების მიმართულებით, თუმცა იყო სფეროები, რომლებიც საკმაოდ შემცირებული იყო. ეხლა ერთ-ერთი ეს არის, თქვათ, დისტრიბუციის მიმართულება, თვითონ ლოჯისტიკის მიმართულება, სამედიცინო სფერო საკმაოდ დაკლებულია ოქტომბრის თვეში. თუმცა მთლიან ჭრილში ოქტომბერი რო შევაჯამოთ, წინა წელთან შედარებით 8%-იანი კლებით დავასრულეთ. რას უკავშირებთ, ასე ვთქვათ, ეს ბიზნესმა უკვე მოიძია საჭირო კადრები უკვე სექტემბერში და ამით დაკმაყოფილდა, თუ რაღაცა სხვა ფაქტორებით შეიძლება რომ განვიხილოთ აი შემცირების დინამიკაში? დიახ, სამწუხაროდ ისე, ასე ვთქვათ, ზუსტ პასუხს მაგაზე რა თქმა უნდა ვერ გაგცემ, თუმცა ერთ ვიტყვით, რომ ახლა წინა წლებთან შედარებით ბოლო 2 წლის მაჩვენებელი არის ის, რომ მაღალ პოზიციებზე, საშუალო და მაღალ პოზიციებზე ბევრად ნაკლები ვაკანსია თავსდება. თქვათ, ბიზნეს პოზიციები, როგორც თქვათ, რიტეილ სფეროში, თქვათ, გაყიდვების მიმართულებით ეს მოლარეები, კონსულტანტები, პრომოტორები და ასე შემდეგ, ეს პოზიციები როგორც იყო აქტიურ რეჟიმში, ისევ ცხადდება. პირიქით უფრო გააქტიურებულებიც არიან, იმიტომ რომ ბიზნესობა საკმაოდ ხასხლია ამ მიმართულებით, ამიტომ ხშირად უწევს კომპანიებს ერთი და იგივე ვაკანსიის გამოცხადება. თუმცა იმ მაღალ პოზიციებზე საკმაოდ შემცირებულია და შესაბამისად მთლიან ჭრილში გვაძლევს ვაკანსიების რაოდენობის შემცირება. კი ბატონო. ინგა, HRG-ის მაგალითზე, რომელ სექტორებში ამ ეტაპზე, ასე ვთქვათ, ყველაზე აქტიური რომელი სექტორებია კადრების მოძიების პროცესში და რომელ შემთხვევაში შეინიშნება პირიქით ვარდნა? აი, პირველ ადგილზე ისევ გაყიდვები არის 21%-ია ჩამური ვაკანსიების რაოდენობის, ჰორეკა სექტორი, ანუ სასტუმრო რესტორანების მიმართულებით 13% არის ამ ეტაპისთვის. შემდეგ მოდის ადმინისტრაცია, რომელიც 9% არის, სამედიცინო სფერო 8%-ია, საბანკო სფერო 7%, წარმოება 6%, ხოლო აი ლოჯისტიკა, დისტრიბუცია არის 5%. რაც შეეხება დანარჩენ სფეროს, ახლა 3% არის დეველოპმენტის მიმართულება და IT მიმართულება. ახლა წინა წლებს თუ ვიმშორებთ, აი პანდემიის შემდეგ განსაკუთრებით ძალიან გაზრდილი იყო. ვთქვათ, IT სფეროს ვაკანსიები დაახლოებით 9%-ზე იყო ასული. წინა თვეებში ბოლო 1 წლის მანძილში მცირე ცვლილებები ჰქონდა შემცირების კუთხით, თუმცა ახლა სექტემბრის თვეში ისევ გამოცდილება მეტნაკლებად გაზრდილია და არის 3% ჯამში. ხო, ანუ აი PMCG-საც ჰქონდა რომ საშუალოდ რაღაც სექტემბრის სტატისტიკის თანახმად 50%-აც არისო გაზრდილი. ეს ალბათ თვიურ ჭრილში, თუმცა ნამდვილად შთამბეჭდავი შედეგია. ეს როგორ ფიქრობთ, არის ერთჯერადი ტალღა თუ უკვე იქცა, ასე ვთქვათ, რაღაცა სტაბილურ ნიშნად, რომ ეს სფერო იზრდება და ეძებს კადრებს შესაბამისად?
ისეთ ხა ვიტყვი რომ თუ გავითვალისწინებთ იმას რომ პანდემიის შემდეგ პირიქით ბევრად უფრო მკვეთრი ზრდა ჰქონდა მაგ სფეროში ეხლა იმასთან შედარებით რაც ადრე იყო პრინციპში არ არის დიდი ზრდა ეს დამოკიდებულია პერიოდზე ალბათ იმიტომ რომ ეხლა ნოემბრის თვეზე ერთ-ერთი აქტიური პერიოდია ზოგადად წლის ჭრილში და ნოემბრის თვეზე ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ნოემბრის თვეს და როგორც დასრულდება იმის მიხედვით ნახავთ იმიტომ რომ დეკემბრის თვე ზოგადად პასიურია ველოდებით კლებას რა თქმა უნდა და ალბათ ამ სფეროში იქნება ნაკლები ვაკანსია გამოცხადებული თავის. კი ბატონო. ინგა, ზოგადად შევაჯამოთ წელი უკვე მიწურულისკენ მიდის 2025 და რა ტენდენციებით ხასიათდებოდა შრომის ბაზარი, რა გამოწვევები შეინიშნებოდა, დინამიკაში როგორი იყო, ეს იყო რაღაცა ტალღეცებური ეფექტი თუ რაღაცა სტაბილურობის, ასე ვთქვათ, პერიოდადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. ნუ პირველ რიგში 2025 წელი ახლა ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ ჩვენ ზუსტ სურათზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა იმ არჩევნებით რაც გვაქვს, ჯამში გვაქვს 6%-იანი კლება 2024 წელთან შედარებით. დასაწყისი პირველი კვარტალი იყო შედარებით პასიური, თუმცა მეორე კვარტალში მარტის მეორე ნახევრიდან უკვე პირველი კვარტლის ბოლოს დაიწყო აქტიურობა, განსაკუთრებით ჰორეკა სექტორი ძალიან გააქტიურდა და ამან მოუწია შესაძლებლობა, რომ ვაკანსიების რაოდენობა ძალიან გაზრდილიყო, იმიტომ რომ ჰორეკა სექტორის ყველა მიმართულებით ძალიან აქტიურობდა ყველა კომპანია და ამან მისცა საბოლოოში სურათი ზრდის კუთხით ვაკანსიებზე. რაც შეეხება ივლისის შემდეგ კლება დაიწყო, რადგან ზაფხულის პერიოდია და პრინციპში ეს ხშირად ხდება ხოლმე ესე და მოლოდინი გქონდა კიდევაც, სექტემბერში ისევ ზრდა დაიწყო, თუმცა აი ოქტომბრის თვეზე მეროს მეტი მოლოდინები გქონდა და იმედი გვაქვს, რომ ეს მოლოდინები ნოემბრის თვეში მაინც გამართლდება. რა დინამიკა იკვეთება უკვე სამსახურის მაძიებლების შემთხვევაში, აი მათი მხრიდანაც თუ შეინიშნება აქტიურობა? სამსახურის მაძიებლებსაც შეეხება, აქ ზრდა ნამდვილად არის განსაკუთრებით სექტემბრის დასაწყისიდან ძალიან მკვეთრად გაიზარდა თვითონ სამუშაოს მაძიებლების რეგისტრაცია და ასევე ძველი რეგისტრაციების განახლებაზე ვიტყვი, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ახალი რეგისტრანტები ემატება ყოველდღიურად და შეიძლება ის იყოს 100-150 ახალი ჯობსიქერი, ამის გარდა დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად აქტიურობს ძველი სამუშაოს მაძიებელი და ეს ციფრით საკმაოდ გაზრდილია. ნუ ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ვთქვათ, რომ ის 155,000 ადამიანი, ვის არეგისტრებულია დღეს HRD-ზე 2019 წლის შემდეგ, არის აქტიური სამუშაოს მაძიებელი და ეს ზრდა უკვე სექტემბრიდან საკმაოდ ცალსახად გამოიკვეთება. კი ბატონო, ინგა ზოგადად როგორ უყურებთ, ასე ვთქვათ, რა მიმართულებებს და რა ინდუსტრიებში ეძებენ საკუთარ თავს დასაქმების მაძიებლები და უფრო ხშირად, ასე ვთქვათ, რა რგოლების მიმართულებით არის მოთხოვნა? ძირითადად უფრო ზოგადად ახლა სამუშაოს მაძიებლების რეგისტრაციები უფრო დამწყებ კადრებზე ხდება, იმიტომ რომ აი ახალი კურსდამთავრებულები სტუდენტები თქვა, ვისაც უნდა რომ დასაქმდეს, ბევრად მეტი ადამიანი ამ მიმართულებით რეგისტრირდება. თუმცა გამოიკვეთება ასევე ჰორეკა სექტორის წარმომადგენლებს ძალიან ხშირი რეგისტრაცია, იმიტომ რომ იცით რომ ზოგადად ჰორეკა სექტორში უფრო სეზონური სამუშაო არის და ამიტომ მათ პოზიციებზე დინადობაც უფრო მეტია და ამიტომ უფრო ხშირად ხდება ხოლმე ჩვენ საიტის შემოსვლა და რეგისტრაციის გავლა, მაგრამ კიდევ ერთი რაც გამოიკვეთა ბოლო რამოდენიმე თვის მანძილზე, ეს არის მაღალ პოზიციებზე სამუშაოს მაძიებლების რეგისტრაცია. ხა ვიცით რომ ზოგადად მაღალ პოზიციებზე ნაკლებად ხდება ხოლმე ესე ვთქვათ კადრის აყვანა ვაკანსიის გამოცხადებით უფრო ცდილობენ რომ დაახანთ იმგონე შეიძლება იყოს ვთქვათ LinkedIn-ის მეშვეობით, HRD-ის ბაზაში ძიებით, ამიტომ შესაბამისად მაღალ პოზიციაზე ხალხი უფრო რეგისტრირდებიან ესეთ ბაზებში, რომ მათ ქონდათ მეტი შესაძლებლობა, რა თქვა თვითონ კომპანიები რომელ რგოლში ეძებენ უფრო კადრებს? ესეც დაბალი რგოლი არის უფრო მოთხოვნადი თუ საშუალო და მათ შორის ტოპ მენეჯმენტები? საშუალო და დაბალი პოზიციებია. საიტზე ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთ ხდება ვაკანსიები და მაღალ პოზიციებზე ძალიან იშვიათად თუ შეგხვდათ ვაკანსია ბოლო პერიოდის მანძილზე. თუმცა რეგისტრაციას არ შეეხება მაღალ პოზიციებზე მყოფი ხალხიც რეგისტრირდება, რაც ვფიქრობ, რომ ნიშანია იმის, რომ ამ პოზიციაზეც ეძებენ ადამიანები თქვათ დასაქმებას და ბევრი ასე ვთქვათ უმუშევარია. რამდენად არის ცვლილება სახელფასო დიაპაზონშიც და ეს ნაწილიც თუ გადაიხედა აი ამ ერთი წლის განმავლობაში, თუნდაც იგივე პოზიციებზე, რომელზეც უბრუნდებიან, ასე ვთქვათ, დამსაქმებლებიც და დასაქმებლებიც.
კი ბატონო, ანუ ზოგადად როგორც იცით, საიტზე სამწუხაროდ ყველა კომპანია არ უთითებს ანაზღაურებას, დაახლოებით 30-35% არის იმ ვაკანსიების რიცხვი, ვინც უთითებს, სადაც არის მითითებული უშუალოდ ანაზღაურება. თვითონ ზრდას რაც შეეხება, სამწუხაროდ ბოლო 1 წლის მანძილზე 25 წელს არ გამოკვეთილა ესე ვთქვათ რაღაც ზრდა ტენდენცია ზრდისკენ და არ შეგვინიშნავს. თუმცა წინა წლებში, როგორც ადრეც აღვნიშნე, რიტეილ სფეროში იყო ასე მკვეთრი ზრდა ანაზღაურების, დაახლოებით 20%-ზე ვსაუბრობ, თუმცა ჩანდა, იმიტომ რომ ბევრი კომპანია უთითებდა ანაზღაურების ზრდას, უთითებდა რომ აქვს ანაზღაურება, თქვათ რაღაც დამატებითი ბენეფიტები და ყველაფერს ვაკანსიაში უთითებდა, იმიტომ რომ უფრო მოეზიდა, თქვათ, ამ მიმართულებით კადრები. ბოლო პერიოდში ცვლილებები არ განხორციელებულა, 2025 წელს სტაბილურად პრინციპში წინა წლებში იყო, საიტზე ყოველ შემთხვევაში არ აქვს მითითებული რაიმე სიახლე. და უკვე რა მოლოდინი გაქვთ წლის ბოლო კვარტალთან მიმართებით, ზოგადად რა საჩვენებს ხოლმე გასული წლის გამოცდილება ამ თვალსაზრისით და წელს თუ ელოდებით რაღაც კონკრეტულ სექტორებს, რომელიც წლის ბოლოს უფრო აქტიურდებიან ხოლმე როგორც წესი. დიახ, ნოემბრისთვის ვფიქრობთ, რომ აქტიურობა გვექნება, იმიტომ რომ ნოემბერი საკმაოდ აქტიურია, ოქტომბერი, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, ეს არის ასე ვთქვათ, ყველაზე ისეთი აქტიური თვეები. ამიტომ მოლოდინი გვაქვს, რომ ნოემბერში გააქტიურდება პერიოდი, განსაკუთრებით ნოემბრის მეორე ნახევარი, რადგან რიტეილ სფეროში სახალხო საკმაოდ დიდი აქტიურობა არის ხოლმე, თქვათ, აყავთ ასევე დროებითი კადრების დეკემბერი, იანვრის თვეში, როდესაც თქვათ, სახალხო პერიოდში ჭირდებათ. ამიტომ მზადება ამ კადრების მოძიების კუთხით იწყება ზუსტად ნოემბრის თვეში. ამიტომ მოლოდინი გვაქვს, რომ ნოემბერში რიტეილ სფერო ძალიან გააქტიურდება და ეს რა თქმა უნდა თვის ჭრილში მოგცემს ასე ვთქვათ ვაკანსიების ზრდის სურათს. კი ბატონო, და ბოლოს შევაჯამოთ HRG-ისთვის როგორი წელი იყო და რა გეგმებით და სიახლეებით ხვდებით უკვე 2026-ს, როგორ ელოდებით ამ წლის ჩახვედრას. კი ბატონო, მიუხედავად იმისა, რომ ვაკანსიების ჭრილში იყო კლება, საკმაოდ ბევრი სიახლე დანერგა თუნდაც HRG-ის საიტმა. პირველ რიგში ვიტყვი, რომ შემოვიღეთ ისეთი ტენდენცია, თქვა, როგორც არის თუნდაც ვაკანსიაში და კომპანიის ინდუსტრიის, ასე ვთქვათ, გამოყოფა, ვაკანსიებში სპეციალობა სპეციალიზაციის დანერგვა, რაც ადრე არ ჰქონდა. შესაბამისად, ბევრად უფრო მარტივად შეუძლიათ სამუშაოს მაძიებლებს მოიწიონ უფრო ზუსტად მათთვის შესაფერისი, თქვათ, ვაკანსიები და რა თქმა უნდა, კომპანიების ბაზაში ბევრად უფრო მარტივად მოძებნიან კანდიდატებს. 2025 წელს ჰქონდა რამოდენიმე დასაქმების ფორუმი და ასევე ბევრი კარგი თანამშრომლობა უნივერსიტეტებთან, რაც დაგვეხმარა კიდევ ერთხელ გაგვემყარებინა ურთიერთობა და ასე ვთქვათ, როგორც უნივერსიტეტებთან, ასევე სტუდენტებთან დავხმარებოდით მათ დასაქმებაში. რაც შეეხება სიახლეებს, ეხლა მუშაობთ ATS-ის მიმართულებით, ეს არის applicant tracking სისტემა, რაც გულისხმობს ეკოსისტემაზე გადასვლას, რომ სამუშაოს მაძიებლებს შეეძლოთ ვაკანსიაზე გამოხმაურება CV-ს გაგზავნის გარეშე, ანუ პირდაპირ პროფილიდან ერთი ღილაკის დაჭერით. ეს სერვისი ჩვენ აქამდე გვქონდა, უბრალოდ ეხლა უფრო ეწავს და უახლოეს პერიოდში ძალიან კარგ პროდუქტს შევთავაზებთ, როგორც კომპანიებს, ასევე სამუშაოს მაძიებლებს და ვფიქრობ, რომ წლის ბოლოს ეს სიახლეები აუცილებლად გვექნება და აუცილებლად გავაცნობთ ჩვენს მუდმივ მომხმარებლებს. ძალიან დიდი მადლობა, ინგა, წარმატება თქვენ ამ და მომდევნო წლებში აუცილებლად და ჩვენ მზად ვართ, რომ თქვენი სიახლეები, რაც იქნება საინტერესო და საჭირო, რაც თავარია ჩვენი საქმიანი მაყურებლისთვის, მუდმივად ვიყოთ მზადყოფნაში, რომ გავაზიაროთ ყველა ეს შესაძლებლობა და მივიტანოთ ადრესატამდე. მადლობა, წარმატება. მადლობა თქვენ. ინგა შახბაზიანი HRG-ის რეგიონალური მენეჯერი იყო ჩვენი გადაცემის ამ ნაწილის სტუმარი. სანამ დაგემშვიდობებოდეთ, კიდევ ერთი საინტერესო ვიდეო ისტორია უნდა შემოგთავაზოთ, თუ როგორ გახდა Adidas-ი მსოფლიო ბრენდი. ჩვენ კი ერთმანეთს ხვალ ზუსტად 11 საათსა და 30 წუთზე შევხვდებით. დედამიწაზე რამდენიმე დომინანტი სპორტული ბრენდია, რომლის სათავეშიც Nike-სთან ერთად Adidas-იც დგას. მათი ფეხსაცმელი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია სპორტულ ბაზარზე. მაკრო ტენდენციების მიხედვით კომპანიის წმინდა ქონება 2025 წლისთვის 23 მილიარდს აღემატება, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ის მეორე უმსხვილესი სპორტული ბრენდია Nike-ის შემდეგ. კომპანია ფეხსაცმლის იმ ბრენდებს შორისაა, რომლის შეგროვება ცნობილ ადამიანებსაც კი უყვართ. Adidas-ის მასიური წარმატებების შემხედვარად ძნელი წარმოსადგენია, რომ მათ თავდაპირველად ფეხსაცმლის წარმოების მცირე ბიზნესი სამრეცხაოში დაიწყეს. ძმებმა დასლერებმა ერთად წამოიწყეს ახალი ბიზნესი სახელწოდებით Dassler Brothers Shoe Factory. ისინი ერთმანეთს ავსებდნენ, რადგან ადოლფი შესანიშნავი ფეხსაცმლის მწარმოებელი იყო, ხოლო რუდოლფი შესანიშნავი გამყიდველი და მარკეტინგის სპეციალისტი. მათი სპორტული ფეხსაცმელი ფართოდ გახდა ცნობილი და 1926 წლისთვის შეძლეს თავიანთი ფეხსაცმლის ბიზნესისთვის ადგილი ექირავებინათ. ახალი ფართობით რაც ჰქონდათ, დღეში 100 წყვილი ფეხსაცმლის დამზადება შეძლეს. კომპანია მალევე გაიზარდა და ადოლფმა გადაწყვიტა გაეფართოებინა
თავისი ბიზნესი ბავარიის ფარგლებს გარეთ. იმ მოგზაურა თითქმის ყველა დიდ სპორტულ ღონისძიებაზე და ესაუბრებოდა სპორტსმენებს, რათა გამოეცადათ ფეხსაცმელი. მისი ძალისხმევითა და მონდომებით 1928 წლის ოლიმპიადაზე ამსტერდამში ეს ფეხსაცმელი ბევრმა გერმანელმა სპორტსმენმა გამოიყენა. ადოლფმა გადაწყვიტა დაეფინანსებინა საუკეთესო სპორტსმენები 1936 წლის ოლიმპიადაზე, რომელიც ბერლინში გაიმართა. მან განცალკევება გადაწყვიტა და ცდილობდა დაერწმუნებინა ცნობილი ამერიკელი სპრინტერი ჯესი ოუენსი ჩაეცვა მათი ფეხსაცმელი და რა თქმა უნდა ოუენსიც დათანხმდა. მას შემდეგ რაც ოუენსმა მოიგო 4 ოქროს მედალი და მოხსნა მრავალი რეკორდი ფეხსაცმელების ბიზნესის პოპულარობა და გაყიდვები გაიზარდა. მათმა კომპანიამ მიიღო საერთაშორისო გამოფენა და ის ცნობილი იყო როგორც ფეხსაცმელი, რომელიც ჯესი ოუენსს ეცვა ოლიმპიადაზე გამარჯვების დროს. მიუხედავად იმისა, რომ მათ საერთაშორისო ბაზრის დიდი ყურადღება მიიპყრეს, ორმა ძმამ გარკვეული გაუგებრობის გამო გზების დაშორება გადაწყვიტეს. 1959 წელს რუდოლფმა კომპანიის ნახევარი თანამშრომლებთან ერთად წაიყვანა და განაგრძო საკუთარი კომპანიის დაარსება სახელად რუდა. მოგვიანებით ის პუმათი შეცვალა, რადგან რუდა საკმარისად სპორტულად არ ჟღერდა. იმავე წელს ადოლფმა დააარსა ადიდასი. ისინი ცალ-ცალკე წავიდნენ რამდენიმე სარჩელით სავაჭრო ნიშნებისა და დიზაინის შესახებ ერთმანეთის წინააღმდეგ, მაგრამ მათი ბიზნესი გაგრძელდა. ადიდასმა კი განაგრძო წარმატებული გზა და ფეხსაცმელების დამზადება სპორტსმენებისთვის, თუმცა კომპანიისთვის ყველაზე დიდი წარმატება წინ იყო. ჯგუფმა სახელად Run DMC გამოუშვა სიმღერა სახელწოდებით My Adidas, რომელიც იქცა უზარმაზარ ჰიტად, სადაც აღნიშნეს თავიანთი სიყვარული ბრენდის მიმართ. ჯესი ოუენსისგან განსხვავებით Adidas არასდროს უთხოვია ჯგუფისთვის მათი ბრენდის მარკეტინგი და ჯგუფმა ეს ნებაყოფლობით გააკეთა მათ და მის სიყვარულის გამო. კომპანიამ მალევე მოაწერა ხელი კონტრაქტს Run DMC-სთან და დახურა 1.6 მილიონი დოლარის გარიგება, რომელიც ფეხსაცმლის ისტორიაში ერთ-ერთ საკულტო კოლაბორაციად ითვლება. კომპანიამ მალევე ნახა გაყიდვების ზრდა Run DMC-ის შემდეგ და გააგრძელა კონტრაქტების გაფორმება უფრო მეტი ვარსკვლავებისთვის. დღესდღეობით ბრენდი ცნობილია სპორტსმენებთან და რეპერებთან ურთიერთობით. 2015 წელს Adidas-მა შეიძინა ფიტნეს ტექნოლოგიური კომპანია Runtastic-ი დაახლოებით 240 მილიონ დოლარად. აქედან 2 წელიწადში კი გაყიდა გოლფის კომპანია TaylorMade-ი საინვესტიციო ფონდზე KPS Capital Partners 425 მილიონ დოლარად. 2021 წელს Adidas-მა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ აკრძალა ბეწვის გამოყენება საკუთარ პროდუქციაში ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების ზეწოლის შედეგად. მალევე ორგანიზაციამ საკუთარი შვილობილი კომპანია Reebok-ი Authentic Brands Group-ს დაახლოებით 2.5 მილიარდ დოლარად მიჰყიდა. 2025 წელს Adidas-ის ზრდა დაფუძნებულია ევროპასა და აზიაში გაყიდვების გამყარებაზე, სპორტული ფეხსაცმლის კატეგორიაში ინოვაციებზე და ხარჯების მკაცრ კონტროლზე. კომპანიის შეფასებით წლის ბოლომდე მოგება კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა ამერიკას საბაჟო ტარიფების ცვლილებებმა და ზოგიერთ ბაზარზე შემცირებულმა მოთხოვნამ შესაძლოა გარკვეული გავლენა მოახდინოს. კონკურენტებთან შედარებით Adidas-ის პოზიცია საგრძნობლად გამყარდა. Nike კვლავ ინარჩუნებს ბაზრის ლიდერობას მსოფლიო მასშტაბით. მისი წლიური შემოსავალი 2025 ფინანსურ წელს შეადგენს დაახლოებით 46 მილიარდ დოლარს, თუმცა Nike-ის ზრდა 2024-25 წლებში შენელდა და მოგების მარჟები მცირედი შემცირდა. Puma პირიქით ამჟამად განიცდის სირთულეებს. 2025 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით კომპანიას აქვს შემცირებული ოპერაციული მოგება და დაბალი მარჟები, რაც მიუთითებს სტაგნაციაზე. ამ ფონზე Adidas-ი განიხილება როგორც ყველაზე სწრაფად გამყარებული ევროპული სპორტული ბრენდი, რომელიც წარმატებით აღიდგენს პოზიციებს პრემიუმ და პერფორმანს სეგმენტებში. კომპანია განსაკუთრებით აძლიერებს ინვესტიციებს ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ ფეხსაცმელში, მდგრად მასალებში და პირდაპირ მომხმარებელთან გაყიდვებში. დღეს Adidas-ი რჩება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ბრენდად, რადგან აერთიანებს ისტორიას, ტექნოლოგიასა და სტილს. ის წარმოადგენს წარმატების, თვით გამოხატვისა და მდგრადობის სიმბოლოს. Adidas-ის მემკვიდრეობა კი არის ისტორია ბრენდისა, რომელმაც სპორტს მიანიჭა სტილი, მოდას კომფორტი, ხოლო სამყაროს ახალი სტანდარტი ინოვაციასა და თვითმყოფადობაში.